გამარჯობა მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ გამოვიდა ჩემი ახალი თარგმანი სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა რელიგიის მოკლე ისტორია, რომლის ავტორიც არის რიჩარდ ჰოლოუეი. ამ წიგნზე ვიმუშავე ბევრი, მარტო თარგმანი არ იყო საკმარისი, იმიტომ რომ იქ ბევრ რელიგიაზე არის საუბარი ამ წიგნში და რაღაცეები ქართულად არ იყო, ზოგი ტერმინოლოგია, სწორად რომ ეთარგმნა და ადაპტაცია რომ გავაკეთებინა ამაზე ბევრი სამუშაო მომიწია, იქ სხვადასხვა რელიგიურ ტექსტებთან გადამოწმებები და ყველაფერი რომ ნორმალურად გადმომეტანა, ამაზეც ბევრი ვიმუშავე და გავკადნიერდები და იმასაც ვიტყვი, რომ ჩემმა რედაქტორმა თინათინ ბაქრაძე მისიც კი მითხრა, რომ აი ტექსტის და თხრობის მხრივ ორიგინალსაც კი ჯობიაო თარგმანიო. ხო და შევიფერებ ამას. ძალიან კარგი წიგნია, რომელიც უამრავ შეკითხვას გასცემს პასუხს, ძირითადად ეს რელიგიის ისტორია არის, რა თქმა უნდა და შესაბამისად აი ძირითადი პოსტულატები, რა კავშირი არის სხვადასხვა რელიგიებს შორის, რა მოტივაცია დგას რელიგიის და რელიგიური გადაწყვეტილებების თუ სხვადასხვა ადამიანების აღქმების უკან. ამ ყველაფერზე ძალიან კარგად ჩამოყალიბებულად არის გაცემული პასუხები და ძალიან კარგი წიგნია, როგორც მოზარდებისთვის, ისევე მოზრდილებისთვისაც, ვისაც უნდა რომ გაიღრმაოს თავისი ცოდნა რელიგიასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ეხა ეს დიდი სამეცნიერო ნაშრომი არ არის, მაგრამ აი კარგი ინფორმატიული საგანმანათლებლო წიგნია, რომელიც ბოლოს ესე ვთქვათ შეგიღებთ ქემაინც კარს რელიგიის ისტორიაში და მე თუ დეტალურად დაგაინტერესებთ რაღაცეები, ეს კარგი დასაწყისი არის. მე მინდა გითხრათ, რომ ბევრი ინფორმაციას მოგცემთ, ემპათიას გაგიჩენთ სხვა რელიგიების მიმართ, სხვა ადამიანების მენტალიტეტს და სხვა რელიგიის წარმომადგენელი ადამიანების მენტალიტეტს, ფილოსოფიურ აზროვნებას და იმას თუ როგორ აღიქვავენ ისინი სამყაროს, დაგანახებთ ამ წიგნიდან მიღებული ინფორმაცია. ძვირიც არ ღირს სულაკაურის საიტზე ღირს 17 ლარამდე. მოზრდილი წიგნია, 200 გვერდზე მეტი არის და აუცილებლად გირჩევთ, რომ იყიდოთ ან მაგალითად უყიდოთ საჩუქრად ვინმე თქვენს მეგობარს, ან თქვათ მეგობრის შვილს, ნათლულს, ისეთ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს ესეთი რაღაცები. ან შეიძლება არ აინტერესებს, ზოგადად კითხვა უყვარს, ისტორია უყვარს, მისწრება არის ეს წიგნი. ძალიან ვამაყობ იმითი, რომ ეს წიგნი მთარგმნე და როგორც აღნიშნე რედაქტორისგანაც შექება მივიღე, რომ კარგი თარგმანი გამოვიდა, ხო და აუცილებლად გირჩევთ.